ლიბერი ცრუღმერთი ავენტინური ტრიადიდან, რომელსაც ეთაყვანებიან ლიბერალები და ცდილობენ რომ ჩვენც გაგვირყვნენ. წინადადების პირველი ნაწილი რა თქმა უნდა სწორია, თუმცა მეორე ნაწილი მე დავამატე. ხოლო ამაზე ინფორმაცია მე მივიღე ლევან ვასაძისგან, რომელიც არის ადამიანი, ვინც აკეთებს კარგ საქმეს უბრალოდ არასწორად. ლიბერი იყო რომაული ცრუღმერთების პანთეონის ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუღმერთი, რომელიც გამოირჩეოდა სექსუალური გარყვნილებითა და ლოთობის სიყვარულით. თუ შენ ხარ ადამიანი, ვისაც ლიბერალიზმი ჯერ კიდევ ჰომოსექსუალების რელიგია გონია, ჩაუჯექ ვიდეოს ბოლომდე, დააკომენტარე და სრული შემთხვევაში დაალაიქე კიდევაც. რაც შეეხება ცრუღმერთ ლიბერს, რა თქმა უნდა ის არსებობდა ძველ რომში, თუმცა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ძველ რომში გავრცელებული იყო ლათინური ენა, ხოლო ამ ცრუღმერთმაც სახელი ზუსტად ლათინური ენიდან მიიღო. ეს ენა ბევრად ძველია, ვიდრე ამ ცრუღმერთის წარმოშობა. ამიტომაც ჩვენ უშუალოდ ლიბერალიზმს ვერ დავაკავშირებთ ვერანაირ წარმართობასთან. ახლა უკვე რას ნიშნავს სიტყვა ლიბერი? პირდაპირ თარგმანი ეს არის თავისუფალი. თუმცა ამასთან ერთად მას კიდევ ბევრი მნიშვნელობა აქვს, როგორიცაა უხვი, კეთილშობილი და ასე შემდეგ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მას ნეგატიური დატვირთვა თითქმის არ აქვს. შუა საუკუნეებში არსებობდა ასეთი ტერმინი, რაც იყო 7 ლიბერალური ხელოვნება, რომელშიც შედიოდა მუსიკა, რიტორიკა, გეომეტრია და ასე შემდეგ. სრულ ჩამონათვალს აი აქ გამოვაჩენ და შეავლეთ თვალი. 7 ლიბერალური ხელოვნება ძალიან საინტერესო წყაროშია მოხსენებული და ეს არის მეფე ბალდუინ მეოთხის აღმზრდელის უილიამ ტიროსელის წერილში. იგი ამბობს, რომ ბალდუინი მას მიაბარეს ზუსტად ამ 7 ლიბერალური ხელოვნების ასათვისებლად. გადავიდეთ უკვე მე-19 საუკუნეში, სადაც გაჩნდა უკვე ტერმინი ლიბერალიზმი, რაც ისევ და ისევ პირდაპირ თარგმანში ნიშნავს თავისუფლებიზმს. ხაზს გაუსვამ იმას, რომ ლიბერალიზმი დაიბადა ქრისტიანულ წიაღში და კარგად აითვისა იდეები, როგორიცაა მაგალითად თავისუფალი ნება. ანუ ადამიანი არის თავისუფალი არსება და მისი თავისუფლება ხელშეუვალია. ლიბერალიზმის ქრისტიანობასთან კავშირი ძალიან ბევრი რამის გააზრებაში დაგვეხმარება, ამიტომაც აუცილებლად დაიმახსოვრეთ. და კიდევ, გაითვალისწინეთ ის, რომ მე ვსაუბრობ კლასიკურ ლიბერალიზმზე და არა რომელიმე მის სახეცვლილ განშტოებაზე. ახლა უკვე დავიწყოთ უშუალოდ ლიბერალიზმის გაცნობა და ეს უნდა გავაკეთოთ რითი, თუ არა მისი ფუნდამენტური იდეებით. ეს იდეებია: ინდივიდი, თავისუფლება, სამართლიანობა, გონება და ბოლო მეხუთე არის შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება, რომელიც ერთად მოიაზრება. დავიწყოთ ინდივიდით. ვინ არის ინდივიდი? ინდივიდი არის თავისუფალი ადამიანი. უშუალოდ ისტორიული კონტექსტი რომ გავიაზროთ, ეს არის ის პერიოდი, როდესაც ემხობა ფეოდალური წყობა და უკვე ადამიანები იღებენ თავისუფლებას. ანუ გლეხი, რომელიც აქამდე იყო ფაქტობრივად ნივთი, ახლა უკვე არის ადამიანი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი ცხოვრების შესახებ, ხოლო ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე აბსოლუტურად პასუხისმგებელია თვითონ და არა ვინმე სხვა. ჯონ ლოკი ამბობდა, რომ ადამიანი არის ღმერთის შვილი და მას აქვს ღმერთისგანვე მომადლებული ბუნებითი უფლებები, რომლებიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება. რაც შეეხება საკუთრებას, შეიძლება ყველაზე ავტორიტეტული უფლება ეს იყოს, ვინაიდან დანარჩენი სხვა უფლებაც არის ადამიანის საკუთრება და მისი შელახვა საკუთრების შელახვას ნიშნავს. ეს ბუნებითი უფლებები, ვინაიდან ღმერთისგან არის მომადლებული, ის არის ადამიანისგან ხელშეუვალი. ინდივიდის არსს გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტიც ძალიან საინტერესოდ გადმოგვცემს და ამბობს იმას, რომ ინდივიდი არის თვით მიზანი და არა სხვათა მიზნების შესასრულებლად გამოყენებული ინსტრუმენტი. ახლა უკვე გადავიდეთ მეორე ფუნდამენტზე, ეს არის გონება. წესით ყველა ადამიანს აქვს გონება. ხას უსვამ, წესით. ესაა ადამიანის ხელთ არსებული უძლიერესი იარაღი. ხოლო ამ იარაღს ჭირდება განვითარება. ლიბერალური იდეოლოგია ჩვენ გვეუბნება იმას, რომ ადამიანი არის რაციონალურად მოაზროვნე არსება. ანუ, იგი არასდროს არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართული. ყოველ შემთხვევაში მოტივი ეს არ არის. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანმა შეიძლება დაუშვას შეცდომა. პირიქით, ადამიანები ბევრ შეცდომას უშვებენ, რის შედეგადაც ვითარდებიან. სხვა იდეოლოგიები ლიბერალიზმს ხშირად უტევენ ამ თემით და ეუბნებიან, რომ ადამიანები არ უნდა იყვნენ თავისუფლები, ვინაიდან ისინი დაუშვებენ შეცდომებს. ჭკვიანი ლიბერალი მას აუცილებლად დაუსვამს ასეთ კითხვას: მაშინ ვინ უნდა აიღოს სადავეები ხელში? სხვანი ამბობენ ჭკვიანმა ადამიანებმა. და ჭკვიანი ადამიანი უშეცდომოა? ისიც ხომ ადამიანია ზოგადად. და მაშინ რა ჯობია? ჩვენ მივენდოთ ყველა ერთ ადამიანს და მან შეცდომა რომ დაუშვას, ჩვენ ყველანი დავზარალდებით, თუ ჩვენ მივენდოთ ჩვენს საკუთარ თავებს და ჩვენ თუ შეცდომას დაუშვებთ, მაქსიმუმ დავზარალდეთ ჩვენ. და თუ დავაზარალებთ სხვას,
რა თქმა უნდა, მივიღებთ სასჯელს. რომელი მიდგომა უფრო მართებულია ეს თქვენთვის მომინდია? დააკომენტარეთ ვიდეოს ქვემოთ. ახლა კი გადავიდეთ თავისუფლებაზე. ინდივიდი თავისუფლების გარეშე, რა თქმა უნდა, ინდივიდი ვერ იქნება. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს ინდივიდობაზე, რა თქმა უნდა, მან უნდა იყოს ის ტვირთი, რასაც ქვია თავისუფლება. ხო, თავისუფლება არის ტვირთი. რაც ზემოთ ვახსენე, შენს შეცდომებზე პასუხისმგებელი ხარ შენ და არა ვინმე სხვა. ამიტომაც ვალდებული ხარ დაძაბო გონება და იმოქმედო მაქსიმალურად რაციონალურად. კლასიკური ლიბერალიზმი დამყარებულია ნეგატიურ თავისუფლებაზე, რომელიც მოიაზრებს აბსოლუტურ თავისუფლებას. თუმცა ამ თავისუფლებაშიც არსებობს ზღვარი და ეს ზღვარი არის სხვების თავისუფლება. ამას ვკაფიოდ გვიხატავს ბატონი ჯონ სტიუარტ მილი, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია, მანამ სანამ იგი სხვას არ აყენებს ზიანს. ხოლო სხვა იმ რიგ შემთხვევებში, როდესაც იგი თავის თავს აყენებს ზიანს და ჩვენ გვინდა რომ შევზღუდოთ, ეს არის ამორალური, რომ მისი სხეული, მისი საკუთრებაა, რაც უნდა უქნია. თუმცა თანამედროვე ლიბერალიზმი ნელ-ნელა თმობს ამ იდეას და ამბობს, რომ ჩვენ ადამიანებს უნდა მიუთითოთ თუ რა გააკეთონ, რათა თავს რამე არ აუტეხონ. და შემდეგ რომ ვიტყვი, დღევანდელი ლიბერალები არიან რეალურად სოციალისტები, ხალხს არ ჯერა. აქვე ხაზს გაუსვამ იმას, რომ მე სოციალიზმსაც პატივს ვცემ და არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება არ მაქვს მათთან. უბრალოდ სიმართლე უნდა ითქვას. ახლა უკვე შევეხოთ სამართლიანობას. და ვთქვათ ის, რომ რაც მართალია ლიბერალებს სამართლიანობა არ გააჩნიათ. ოღონდაც გააჩნია ჩვენ რაც ვეძახით სამართლიანობას. თუ ვიტყვით იმას, რომ სამართლიანობა ეს თანასწორობაა, ლიბერალიზმი ამას ვერ შემოგთავაზებს. ვინაიდან ესეთი რამე ბუნებაში არ არსებობს ზოგადად. ადამიანები განსხვავდებით ერთმანეთისგან სხვადასხვა პარამეტრებით. ეს იქნება გონებრივი შესაძლებლობები, ეს იქნება დაბადების ადგილი, სხეულის ზომა, წონა და ასე შემდეგ. და როგორ შეიძლება ზოგადად თანასწორები ვიყოთ ერთმანეთის. თუმცა ლიბერალიზმი თანასწორობას გვთავაზობს ორ ასპექტში. ერთი ვიღაცის და ერთი რაღაცის წინაშე. პირველი ესაა ღმერთის წინაშე. ყველანი თანასწორები ვართ, რა თქმა უნდა, ხოლო მეორე ეს არის კანონის წინაშე. ახლა ახსნათ ეს ყველაფერი. დედამიწაზე შეიძლება ძალაუფლებითა და შესაძლებლობებით ადამიანები განსხვავდებიან, თუმცა ღმერთს ჩვენ ყველანი ერთნაირად ვუყვარვართ, იმიტომ რომ ყველა მისი შვილები ვართ. ასევე კანონის შემთხვევაში, როგორც წესი არ აქვს მნიშვნელობა იმას დანაშაულს ჩაიდენს მდიდარი ბიზნესმენი თუ ჩვეულებრივი გლეხი ადამიანი. თუ რა თქმა უნდა შენ არ ცხოვრობ ავტორიტარულ სახელმწიფოში და არ არის შერჩევითი სამართალი. ბევრს გონია რომ ვინაიდან კლასიკური ლიბერალები არიან ძირითადად კაპიტალისტები, მათ არ გააჩნიათ არანაირი ემპათია და მხოლოდ ჩაგვარაზე არიან გადასულები. თუმცა ეს ასე არ არის. უშუალოდ იდეოლოგიურ დოქტრინაში ჩვენ რა თქმა უნდა შევხვდებით ისეთ ასპექტებს, სადაც მოგვიწოდებენ სოციალური სამართლიანობისკენ. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ორ ლიბერალ მოაზროვნეს, ეს იქნება ჯონ ლოკი და არც მეტი 10 ნაკლები ილია ჭავჭავაძე. ორივე ანვითარებს ერთი და იგივე იდეას, რაც არის ურთიერთდახმარება. ეს იდეები ზოგადად ძალიან ვრცელია და მოკლე პერიფრაზს შემოგთავაზებთ. ინდივიდები უნდა დაეხმარონ ერთმანეთს, ვინაიდან მათ ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ პასუხისმგებლობა. თუმცა ამას სახელმწიფო კი არა, ზოგადად საზოგადო მორალი და თვითონ რელიგია, რომელიც არის ქრისტიანობა, აი ის გვიწესებს. და როგორ შეიძლება მივიღოთ აქედან სარგებელი, ეს რა თქმა უნდა უანგაროდ არ ხდება. ჩვენ თუ დავეხმარებით ადამიანს, რომელიც განსაცდელშია ჩავარდნილი, მას ეგრევე უჩნდება ვალდებულება ჩვენდან. ჩვენ რა თქმა უნდა ამას არ ვთხოვთ, თუმცა იგი თავს მიიჩნევს ვალდებულად და გეხმაროთ თქვენ, როდესაც ჩავარდებით გასაჭირში. ღმერთმა არ განახოთ, მაგრამ ყველაფერი ხდება. ამას მეორენაირად შეიძლება უწოდოთ სოციალური კაპიტალი. ურთიერთნდობა და ერთურთის სიყვარული. სადაც არ ფიგურირებს უშუალოდ ფინანსები, აქ ფიგურირებს ზნეობრივი ვალუტა. შეგვიძლია ასე უწოდოთ. ასეთ რამეს შევხვდებით პატარა საოჯახო მაღაზიებში თუნდაც, რომლებიც გასცემენ პროდუქტს ნისიად. ნისია, რომ იცოდეთ, ძალიან დიდსულოვანი საქციელია. ის ადამიანი თქვენ ყოველგვარი კონტრაქტის გარეშე გენდობათ, გატანთ კონკრეტული ფასის საქონელს და ის უბრალოდ იმედოვნებს იმას, რომ თქვენ ზნეობა გეყოფათ და ამ ფულს უკან დაუბრუნებთ. საქართველოს ჩვენ ამ ხალხს დღეს ცოტა არ იყოს და პატივს არ ვცემთ, იმიტომ რომ როდესაც ის უკან ითხოვს თავის ფულს, ჩვენ ძირითადად მისდამი ნეგატიური დამოკიდებულება გვიჭდება და გვავიწყდება ის თუ როგორ დაგვეხმარა იმ მძიმე პერიოდში, როდესაც გამოგვატანა უსასყიდლოდ აი ეს საქონელი. თან ძირითად შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ უშუალოდ პროცენტს არ ამატებენ და ითხოვენ იმას, რაც უშუალოდ მოგცეს. ასე რომ დავაფასოთ მეგობრებო ასეთი ადამიანები.
ახლა უკვე გადავიდეთ მეხუთე ფუნდამენტზე, რომელიც არის მრავალფეროვნება და შემწყნარებლობა. ისევ და ისევ მივდივართ ქრისტიანობამდე, რომელიც არის შემწყნარებლური რელიგია. ქრისტემ ჩვენ გითხრა, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტერი. მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ სადაც ჩვენ მტერს დავინახავთ, ჩვენ უნდა წავიდეთ და ჩავეხუტოთ მას. უბრალოდ ზიზღი არ უნდა გქონდეს მის მიმართ და ვცეთ პატივი, რაც ალბათ დამერწმუნებით, რომ ძალიან რთულია. უშუალოდ ქართულ რეალობას რომ მოვერგო, ამ ყველაფერს აუხსნი LGBTQ ჯგუფების გარშემო. შემწყნარებლობა არის ის, როდესაც შენ ხედავ ქუჩაში არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანს, მაგრამ შენ მას კი არ სცემ, უბრალოდ არ აქცევ ყურადღებას. საწყის ეტაპზე არ არის აუცილებელი ხალხისგან მოვითხოვოთ ის, რომ ეს ხალხი შეიყვარონ. მათ შორის პირადად მეც გამაჩნია ამ ჯგუფის მიმართ გარკვეული ანტიპათიები. თუმცა ეს არ მაძლევს ხელს იმისთვის, რომ მივიდე და თუნდაც ფიზიკურად ვიძალადო ასეთ ხალხზე. ეს არანაირ შემთხვევაში არ ჯდება არც საზოგადოებრივი მორალის და არც პირადად ჩემი რელიგიის ფარგლებში, რომელიც არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა. ჩვენ თუ უპირისპირდებით ერთ ჯგუფს, სამომავლოდ მოგვიწევს სხვა ჯგუფებთან დაპირისპირებაც. ეს კი ქვეყანაში იწვევს ძალიან დიდ არასტაბილურობას. თუ ოდესმე მოგვარდება LGBTQ ჯგუფების პრობლემა ბჭყალებში, ამის შემდეგ უკვე თავს იჩენს სხვა პრობლემებიც. თან გავითვალისწინოთ ის, რომ საქართველო არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული ერი. განსხვავებებს რა დალევს. ამიტომაც ჩვენ თუ ყველაფერზე ვიჩხუბებთ, შეიძლება ქვეყანაც კი შემოგვეშალოს ხელში. მაგრამ საპირისპიროდ ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის საჩვენოდ გამოყენება. საზოგადოებაში მრავალფეროვნება ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი, რომლის შექმნასაც ცდილობენ ქვეყნები. თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გვაქვს, ლანგარზე მორთმეული. ჩვენ დღეს ერთადერთი რაც გვჭირდება, ეს არის შემწყნარებლობა და ამის შემდეგ უკვე იწყება განვითარება. განვითარება გონებრივად და სულიერად. უშუალოდ ზიზღს კაცობრიობის ისტორიაში კარგი არაფერი მოუტანია. მაგრამ რაც შეეხება ინტელექტუალურ დაპირისპირებებს, ამან შვა დიადი იდეები. ამიტომაც ისევ და ისევ რა გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება განათლება, როგორც ქრისტიანული, ასევე საზოგადოებრივი. რათა ერთმანეთს არ დაუპირისპირდეთ ძალადობრივად და ვიბრძოლოთ ჩვენი გონებით, რაც ნამდვილად შეგვიძლია. ქართველები არ ვართ იდიოტიერი. პირიქით, ჩვენ ძალიან ჭკვიანები ვართ. მე ასე მგონია ყველა ვარიანტში. უბრალოდ ამ პოტენციალს ჭირდება გამოღვიძება. მოდით ახლა მორალისტობა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, დავასრულებ ამას და ვიტყვი, რომ ლიბერალური იდეისთვის აუცილებელია, როგორც მრავალფეროვნება, ასევე შემწყნარებლობა. ხოლო ამ მრავალფეროვან იდეებს შორის აუცილებელია კონკურენცია, რათა გამოირჩეს ერთი დომინანტი, რომელიც დღესდღეობით დიდი ალბათობით იქნება ქრისტიანული იდეა და განვითარდეს. ხოლო ამ ფუნდამენტის ახსნას დავამთავრებ ვოლტერის ძალიან კარგი ციტატით. მე მსაგს, რასაც ამბობ, მაგრამ საფლავის კარამდე დავიცავ შენს უფლებას, თქვა შენი სათქმელი. ახლა უკვე მოკლედ შევეხოთ ლიბერალიზმის თვალით დანახულ ბაზარს და ეკონომიკას. ძირითადად შევეხები სამ ავტორს, ესენია ადამ სმიტი, ფრიდრიხ ჰაიეკი და მილტონ ფრიდმანი. დავიწყოთ ადამ სმიტით. მას უკავშირდება ტერმინი უხილავი ხელი. იგი ამბობს, რომ ყველა ადამიანი მიისწრაფის საკუთარი კეთილდღეობისთვის და ამავდროულად იგი გაუაზრებლად ემსახურება საზოგადო სიკეთის შექმნას. როგორ ხდება ეს? მაგალითად, შენ გინდა იყიდო კარგი პური. ეს ემსახურება უშუალოდ შენ კეთილდღეობას. გამყიდველს უნდა გაყიდოს ბევრი პური. ეს ემსახურება მის კეთილდღეობას. და როგორ გაყიდის ის ბევრ პურს? რა თქმა უნდა, თუ ის გამოაცხობს კარგ პურს, შენ იყიდი და ამავდროულად შენ კი არა, სხვებიც იყიდიან კარგ პურს. თუ ეს მცხოველი ბევრ კარგ პურს გაყიდის, ბევრ პურს იშოვის. ანუ, ერთმა ადამიანმა იშოვა ბევრი პური, მეორე ადამიანმა მიიღო კარგი პური. ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ აი ამ მეპურემ ცადა რომ მაქსიმალურად დაბალი ფასი დაედო თავისი პურისთვის, რათა ეჯობნა სხვებისთვის კონკურენციაში. ანუ რაღაც სიკეთე შეიქმნა საზოგადოებაში. ყველა მოგებულია, მიუხედავად იმისა, რომ მეპურე გამდიდრდა. ხოლო ის ადამიანი, ვინც იყიდა პური, წავიდა სამსახურში. იგი მუშაობს ერთი სპეციალობით, რომელშიც ის არის მასტერი. ამას ქვია შრომის დანაწილება, რომელსაც ემხრობა ბატონი ადამ სმიტი. ანუ ადამიანი ერთდროულად არ შეიძლება იყოს ფერმერი, ინჟინერი, პურის მცხოველი და ამავდროულად ტრაქტორების ხელოსანი. ჯობია ერთი პროფესია აირჩიოს, ეს პროფესია ბოლომდე დააოსტატოს და თავის საქმეში იყოს იდეალური. რადგან მასაც ყავდეს ბევრი კლიენტები და იშოვოს ბევრი ფული. აი ეს არის ბაზრის უხილავი ხელი, რომელიც აწესრიგებს ყველაფერს. ყველას უნდა თავისთვის კარგი და ვინაიდან ყველას თავისთვის კარგი უნდა, საზოგადოებისთვისაც უნებლიე დაკეთებს კარგს.
ახლა უკვე გადავიდეთ ფრიდრიხ ჰაიეკზე, რომელიც ამბობდა, რომ ეკონომიკა არ შეიძლება იყოს ცენტრალური. და რით იხსნის ამას? ინდივიდს გააჩნია ცოდნა, რომელიც ცოდნაც არ გააჩნია სხვას. ამიტომაც ის თუ თავის იდეებს განახორციელებს და ეს იდეები გამოდგება წარმატებული, მაშინ შეიქმნება საზოგადო სიკეთეც და ეს ადამიანიც კეთილდღეობას მიიღებს. ხოლო რაც შეეხება ცენტრალურ დაგეგმვას, ეს თეორიულად შესაძლებელია და ამის პრაქტიკული მაგალითებიც გვაქვს, როდესაც ამან გაამართლა, მაგალითად თავის დროზე საფრანგეთში. თუმცა ეს არის ძალიან დიდი ტვირთი. იმიტომ რომ არის დიდ სირთულებთან დაკავშირებული, რომ გათვალო თუ რა გჭირდება ეკონომიკურად. ხოლო ინდივიდებმა უშუალოდ იციან რა ჭირდება თავის საქმეს. მაგრამ შეიძლება ინდივიდიც შეცდეს და გაკოტრდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში კონკურენცია ისევ და ისევ წამოწევს წინ იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეს კარგად გააკეთებენ და ისინი გახდებიან ძლიერები, ხოლო სუსტები მისი თანამშრომლები. ეს ცოტა ბრუტალურად ჟღერს, მაგრამ საბოლოო ჯამში ბიზნესმენიც და თანამშრომელიც იღებს სიკეთეს. ყველა ბიზნესის მფლობელი ვერ იქნება. ფრიდრიხ ჰაიეკსაც აქვს დაახლოებით ისეთივე თეზისი, როგორიც არის ბაზრის უხილავი ხელი და ქვია სპონტანური წესრიგი. ეს დაახლოებით ფუკოსგან ქარასავით არის, რომელიც ეძებს ბალანსს. როდესაც ის დაკარგავს ბალანსს, ის ისევ და ისევ მიიწევს ბალანსისკენ და ასე სპონტანურად დგება წესრიგი. ხოლო რაც შეეხება ცენტრალურ დაგეგმვას ისევ და ისევ, ამას თითქმის ყოველთვის მივყავართ ტოტალიტარიზმამდე. ანუ ერთ ადამიანს შეეძლებს ძალაუფლებას, რა უნდა ჭამო, რა უნდა სვა, რა უნდა ჩაიცვა, ხო? იმიტომ რომ ის გიგმავს ეკონომიკას და მას შემოაქვს პროდუქტი. იგი საერთოდ არ რეაგირებს შენს მოთხოვნებზე ძირითად შემთხვევებში. ამიტომაც ტოტალიტარიზმი რო თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია ვიყოთ თავისუფლად მოაზროვნე ინდივიდები, რომლებიც თვითონვე აკონტროლებენ ბაზარს. რაც შეეხება უკვე მილტონ ფრიდმანს. აქ უკვე გადავდივარ ცოტა მემარცხენე ლიბერალიზმისკენ, მაგრამ ამით არაფერს არ ვაშავებთ. ალბათ მოსმენილი გაქვთ პოლიტიკური პარტია გირჩისგან საარჩევნო დაპირებები, რომლებიც იყო UBI და სკოლების ვაუჩერული სისტემა. და გეტყვით იმას, რომ ეს ორივე ეკუთვნის მილტონ ფრიდმანს. ქართულად რომ ვთქვათ, ეს არის ნეგატიური შემოსავლების გადასახადი. მაგალითად, ავიღოთ 5 ადამიანი. პირველი იხდის 10 ლარს, მეორე იხდის 20 ლარს, მესამე 30 ლარს, მეოთხე 40 ლარს, მეხუთე 50 ლარს. საბოლოო ჯამში მივიღეთ 150 ლარი. ეს ყველაფერი გაიყოფა 5-ზე და ხალხს შეხვდება თანაბრად. ანუ ვინც ცოტას იხდის, იმას მეტი ხვდება, ვინც ბევრს იხდის, იმაზე ბევრად ნაკლები ვიდრე გადაიხადა. რას გვაძლევს ეს? რას გვაძლევს ეს და გვაძლევს სტაბილურობას? იმიტომ რომ სახელმწიფოზე აღარ იქნება ადამიანი ჩამოკიდებული და აღარ გვექნება ისეთი შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარების გამო ადამიანები მისცემენ ხმას. რაც შეეხება სკოლების ვაუჩერულ სისტემებს, სამწუხაროდ ძალიან რთულია სახელმწიფო სკოლები მოვაშოროთ ეკონომიკიდან, იმიტომ რომ არსებობს ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი, ვისაც კერძო სკოლის საშუალება არ აქვს. ამისთვის რა შეიძლება ვქნათ? რომ სახელმწიფო სკოლებიც ჩაერთონ კონკურენციაში. ჩვენ შეგვიძლია აი ამ სკოლის დაფინანსებები, რომლებსაც ისედაც ვიხდით, მივცეთ ხალხს ვაუჩერების სახით, ხოლო მათ გადაიხადონ იმ სკოლაში ეს ვაუჩერი, რომელიც მათ აწყობთ. ეს ყველაფერი გააღვიძებს მიძინებულ კონკურენციას და სკოლების ხარისხიც საგრძნობლად განვითარდება, იმიტომ რომ სადაც არის კონკურენცია, იქ არის ხარისხი. ახლა უკვე ვიდეო დასასრულს მივახლოვდა, იმედია ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო იყო, თუ კიდევ რამე გაინტერესებთ, კონკრეტული ავტორი, კონკრეტული იდეოლოგია, ან რაიმე ამდაგვარი, რაც ეხება უშუალოდ პოლიტიკის თეორიას, დაწერეთ კომენტარებში და მე აუცილებლად გადავიღებ ამაზე ვიდეოს. ნახვამდის.